ლადუშა. ვაჰ, როგორ გამეხარდა რომ დაბრუნდი. მომისმინე, სად იყავი? ჰა? აჰა. დამკვირვებელი იყო ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში არჩევნებზე. კარგი. რა? გაბრაზებული ხარ იმაზე? რატო? კაი კაცო. სულ მარიონეტი მეძახესო. ლადუშა, ეხლა მითხარი. შენ საშვი აღარ გაქვს, ხო? აქ როგორ შემოხვედი? აი აქ როგორ შემოაღწიე? კედელზე განმობძვერიო. ხო, შენ მარტო ვერ მოახერხებდი ლადუშა კედელზე განმოძრობას და ვინ დაგეხმარა? ჰა? მითხარი ვინ დაგეხმარა? აქ არის? სად არის? სად? ვინ არის? ვაიმე. გამარჯობა ბატონო. გამარჯობა. უკაცრავად ბატონო. უკაცრავად. ლას-ვეგასში გათენდა. ზეახლა ამოვიდა. ვაშინგტონში შუა დღეა. დაწმაც წამოვიდა. ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ გიზუარა ფხენიანთა შევიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება ბატონებო ოთარ დანიშვილი მოკლედ დიდი ამბები იყო წინა კვირაში საქართველოში. ძალიან დიდი ამბები. კვირის დასაწყისში ჩამოვიდა სომხეთის პრეზიდენტი ბატონი სარქისიანი. მას დახვდა აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი ბატონი სააკაშვილი. ჩამოვიდა ტრაპიდან სარქისიანი, დაინახა ამ სიმაღლე სააკაშვილი, ავიდა უკან ტრაპზე და იქიდან ელაპარაკებოდა. მთავრობის კიდევ ერთი ახალი პროექტი, ხალხო, გახსოვთ ყველას, ენრიკე ეგლესიასი იყო ბათუმში, ჩამოიყვანა მთავრობამ. ახლა აპირებენ, რომ მამამისი ხულიო ეგლესიასი ჩამოიყვანონ. მე ესეთი საიდუმლო არხებით გავიგე, რომ გაისად საახალწლოდ იგეგმება ბაბუამისის ნეშტის გადმოსვენება ბათუმში. ესე იგი წარმოიდგინეთ, ჰა? როგორია? მხოლოდ ერთი დღე განახლებულ ბათუმში ენრიკე და ხულიო ეგლესიასის შემქმნელებისგან იტურალდე ეგლესიასი გამოსვენება 18 საათზე პიაცადან. დაძაბული სიტუაციაა ქვეყანაში და მეთანხმებით ალბათ იმდენად დაძაბული სიტუაციაა, რომ ისეთ 7 კაცსაც კი, როგორიც ბატონი ბიძინა ივანიშვილია, ლექსი დაავიწყდა. გთხოვთ. რასაც ამბობს ჩვენი მეორე გენიოსი პოეტი ბარათაშვილი, ჩემი უსავალესი პოეტი, თვითონ მეფენიც უძლევენი რომ ერთ უმაღლეს არც ვინ ღარის დაწინაშე არც ვინ აღუდგეს. აი ამაზე მინდა მივიყვანოთ რაც ყველაზე კარგად ვიცით ზურჯი მჭადის სახელი და გავიცდება. არა. აშკარად ნერვიულობის ბრალია ხალხო, თორე რა უნდა ამ ლექსის თქმას, კაცო, თვითონ უძლეველნი მეფენიც წინაშე აღუდგეს მეფენიც წინაშე აღუდგა. დღეს რა მოაწონა ეს ლექსი რა, ვერ გავიგე რა. დავანებოთ თავი ამას. გადავიდეთ, განვაგრძოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახალი რუბრიკა მაქვს მე თქვენთვის. რუბრიკას ჰქვია რა კარგად თქვა, მაგრამ ერთი სიტყვა გამორჩა.
აბავნა. 10 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეები თურქეთის საზღვარს ელექტრონული პირადობის მოწმობის საშუალებით შეძლებენ. აი, მომისმინეთ, ნერვიულობდა ესეც ხალხო, დაძაბული სიტუაციაა ქვეყანაში და ეს ჟურნალისტიც ნერვიულობდა დამეთანხმებით, მაგრამ ბუნებაში არაფერი იკარგება ხალხო. ერთ ჟურნალისტს თუ რამე გამორჩა, აუცილებლად ჩაამატებს მეორე ჟურნალისტი. ჩაამატებს რა, ჩაამატა უკვე დიმაობოლაძე, რისთვის არის აბა. ახლა მე ამას თქვენ გაანახებთ ყველაფერს, მაგრამ მე მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ ქვეყნების ჩამონათვალს ეკრანზე და ქვეყნების ჩამონათვალს ბატონი დიმიტრი ობოლაძის მიხედვით. გთხოვთ. ჩვენი გუნდი, რომელსაც ვასილ მაისურადესთვის მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც ურთიერთობას ბოსნიის, ესპანეთის, ინგლისის და უკრაინის ნაკრებებთან გაარკვევს. აი, ამიტომ უყვარს ხალხს რუსთავი 2 და ტელე იმედი ხალხო, იმიტომ რომ ასე ავსებენ ერთმანეთს. ავსებენ. იმას გამორჩა, ამან ჩაამატა, იმას გამორჩა. ძალიან კარგი. მოგეხსენებათ, ძალიან დაძაბული სიტუაციაა მაესტროს გარშემო. მე შესაბამისად დღევანდელ გადაცემაში გვერდს ნამდვილად ვერ აუვლიდი მაესტროს თემას. მე თვითონ არ ვიცი. მე თვითონ და ისევე როგორც ბევრმა თქვენგანმა არ ვიცით რა ხდება მაესტროსთან დაკავშირებით და ამიტომ დღეს გადავწყვიტე რომ ღამის შოუში ეთერი დაუთმო მაესტროს. Maestro Morisi! ეს ხდება მაესტროს გარშემო. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მას ასე ჩვენ დავემშვიდობეთ მაესტროს, სასწრაფოდ განვაგრძოთ ეთერის ამ მოწურვამდე სხვა ხუმრობებით რომ მაესტროს. აი, მოხედავ, ვერ მიხვდით ხო? ვერ მიხვდით. ეს რო ყოფილიყო მოესტრო მორისი, ლექსი უფრო კარგი გამომივიდოდა. ესე იგი, სინამდვილეში რა მოხდა? ხო, გაინტერესებთ არა მაესტროს გარშემო. ესე იგი, პირველი სართული დაიკავა ეროსი კიცმარიშვილმა. მეორე სართულზე გამაგრდნენ დამფუძნებლები. ერთი ეს იმედის დამფუძნებლები გამაგრდებოდნენ, სადმე ცალი თვალით მანახა ვინ არიან. კარგი, დავანებოთ ამას თავი. ესე იგი, პირველ სართულზე გამაგრდა ეროსი კიცმარიშვილი, მეორე სართულზე გამაგრდნენ დამფუძნებლები და ესე იგი, 2 დღის უჭმელები, უძინარები, დაღლილები იყვნენ და უცებ ეროსი კიცმარიშვილს მეორე სართულიდან შემოესმა სიმღერა. შენ ხარ ვენადეს დაიწყო და დაინახა მამუკა ღლონტი. ღერის ამას. ქართველი ხარ ბიჭო? ეროსი კიცმარიშვილი ეუბნება. ქართველი ვარ, შენი ჭირიმე, მამუკა ღლონტი ეუბნება. რაზეც ეროსი მიუგო, ბიძინას რა ვუთხრა ბიჭო? მოკლედ, კიდევ ერთი თემა, რომელიც უსამართლოდ დაიჭრდილა ამდენი მოვლენების ფონზე, რუსთავში Fashion Week-ი მთავრდება ხალხო. Fashion Week-ი. მე ძალიან მაინტერესებს Fashion Week-ები საერთოდ ზოგადად და მაინტერესებდა რა ხდება რუსთავის Fashion Week-ზე და მივავლინე ჩვენი სპეციალური საგანგებო და სრულუფლებიანი ბიჭი გუჯა მაჭარაშვილი, რომელიც რუსთავის Fashion Week-იდან ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გუჯა, გესმის ჩვენი გუჯა? მესმის ოთარიკო, მესმის. ძალიან კარგი. გუჯა, რა გაცვია? ოთარ, ნუ მიაქცევ ყურადღებას. აქ ახლა შენიან დრო ჩაგთვალონ და ინტერვიუ მოგცენ, ცოტა მსხვერპლზეც უნდა წახვიდე. ოღონდ ცოტაზე ოთარ. აჰა. გუჯა, რა გამოავლინა რუსთავის Fashion Week-მა? რა არის 2012 წლის ტენდენცია, რა იქნება მოდაში? ტენდენცია არის იისფერი ბრუნდება და მაღალი ქუსლები, ხოლო მოდაში ისევ სპორტულები და შავი პიჯაკები იქნებოდა. ჩვენებამ როგორ ჩაიარა? კარგად ჩაიარა, ოთარ, ავთანდილმა წარადგინა მარტი-აპრილის შუა რიცხვების, აი, ვირუსების სეზონის კოლექცია, რაც ყველას ძალიან მოეწონა. ამის შემდეგ გამოვიდა ადგილობრივი დიზაინერი ფრიდონი, რომელმაც ყველა გააკვირვა, რადგან იგი ბოლოს უნდა გამოსულიყო, თუმცა იქ აპარატურა მაურია, დენი გადადიოდა პოდიუმზე და მოდელებს ურტყავდა ოთარ.
ამიტომ ორგანიზატორებმა გადმოსვეს ფრიდონის ჩვენება, იმიტომ რომ მისი კოლექცია ძირითადად შედგება რეზინებისაგან და ხეებისაგან. გასაგებია. კიდევ რამე ინციდენტი ხوار ყოფილა? მეტი ისეთი არაფერი ოთარ თუ არ ჩავთვლით ბიჭოლას ჩვენებას, რომელსაც იმ სიმაღლე გოგონები ყავდა, რომ ჩვენების ბოლოს დიზაინერი რო გამოვიდა, ერთ-ერთმა გოგონამ ვერ შენიშნა და ფეხი დააბიჯა თავზე. გუჯა, ეს რა მიკროფონია? Fashion TV-ისთვის აკეთებს სიუჟეტს? არა, რა Fashion TV ოთარ. აბა, ფოთის ტელევიზია რა. F ფოთი რა. ფოთი. კი ბატონო, გასაგებია. დამთავრდა ახლა ეს ყველაფერი, თუ გრძელდება? არა, ოთარ ჯერ არ დამთავრებულა, ახლა მიმდინარეობს გარდაბნელი დიზაინერის ჩვენება, რომელიც გამოირჩევა გეომეტრიული ასიმეტრიით, აქსესუარების სიფაქიზით და მდგრადი ცხვრის სუნით. მოდის ექსპერტები მრავლად იქნებიან მან რას ამბობენ? დიახ, ოთარ ახლა რომ გამოდიოდი შეკრებილები იყვნენ და საუბრობდნენ. საუბრის თემა იყო ბორდოს ფერის დეფიციტი, ხასიათების ეკლექტიკა და თბილისისკენ მანქანიანი ხო არ მიდისო. კარგი, რამეს ხوار დაამატე? რა ვიცი ოთარ, გაკოცემეთი გეტყოდი, მაგრამ ჩემს უკან ისეთი ბიჭები დადიან რომ მეშინია ოთარ. ამიტომ კარგად იყავი ოთარ. შენ ოჯახთან ერთად, შენი კაცობით, შენი მეობით. და რო ჩამოვალ ერთი კარგად ვიქეიფოთ ბრატ. შენ გაიხარე გუჯა. კაი კაცი ხარ. დენაცვალე. კაი კაცი ხარ. დიდი მადლობა. ეს იყო გუჯა მაჭარაშვილი. გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. დიდი მადლობა. მოგეხსენებათ ჩვენ აქტიურად ჩვენ ვაპირებთ რომ აქტიურად ვიყოთ ჩართულები საარჩევნო პროცესში, კერძოდ ყველა საარჩევნო სუბიექტს ვთავაზობთ სარეკლამო და PR სამსახურს. გახსოვთ ალბათ ჩვენ მოგმართა ბატონმა გუბას სანიკიძემ გაუკეთეთ არაჩვეულებრივი მუსიკალური კლიპი, DJ აქუ გვეხმარებოდა მაშინ, ასევე ბატონ შალვა ნათელაშვილს. დღეს ჩვენ მოგმართა ნაციონალურმა მოძრაობამ და შემოგთავაზებთ ნაციონალური მოძრაობის სახეებისადმი მიძღვნილ სიმღერებს. დავიწყოთ პირველი მათგანით. თვითონ არ ვიცი ასე რა ხდება, როცა კი ვხედავ ამას მთაგორე, სადაც ჭკვიანი ვაჟკაცი ხდება, გოგა გაბაშვილს რატომ მაგონეს, და მე არ მინდა სხვა დედარება, თუნდა ვიარო მთელი სამყარო, ალბათ ვერ პოვე სხვა დედარება, გოგა გაბაშვილს რომ შევადარო, და მე არ მინდა სხვა დედარება, თუნდა ვიარო მთელი სამყარო, ალბათ ვერ პოვე სხვა დედარება, გოგა გაბაშვილს რომ შევადარო. კარგი ოთარ მოგეწონა. ძალიან კარგი ბიჭები არიან რა. განვაგრძოთ. გთავაზობთ ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი სახის სარეკლამო სიმღერას.
ხედავთ, ჩვენი მუსიკალური სარეკლამო სააგენტო ძალიან კარგად მუშაობს. საინტერესოა, ვის პიარს ეძღვნება შემდეგი სიმღერა. ტელევიზორში როცა გამოჩნდა უმალ დაიპყრო ჩვენი გულები და თუ ჩახედა შენ მას თვალებში ყველა სენისგან განიგურნები ნუ გზარცი კლაუს ზურმუხთ ჩვენებას სიცოცხლის ადებს თუ შემიყარებს სულსაც გაგატანს და თუ დასჭირდა თავს გაიმეტებს ის დაგვირიგებს ყველა სინდაურს და ულაიქეთ ნუ გზარცი კლაუს მოგეწონა ოთარა ახო კაი გოგოათია რა ოთარა და ბოლოს სიმღერა, სარეკლამო სიმღერა ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი გამოკვეთილი სახის შესახებ. გთხოვთ. დიდი მადლობა, ასე რომ დაგვიკვეთეთ მეგობრებო, ეხება აბსოლუტურად ყველას, ჩვენი სარეკლამო მუსიკალური სააგენტო მუშაობს თქვენთვის, ველით თქვენ შემოთავაზებებს. მაშასე განვაგრძოთ გადაცემა მოკლე საინფორმაციო გამოშვებით. დღეს გამოშვებაში იხილავთ. მერიის თანამშრომლები დასუფთავების ნაცვლად გზებზე ზედმეტ თოვლს ყრიან. საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუს მიცემის პარალელურად თმას იშრობდა. სამუშაოებით უკმაყოფილო პრეზიდენტმა თოვლის გუნდა უმისამართოდ ისროლა, რომელიც მამუკა კაციტაძეს შუბლში მოხვდა და კოპი დაარქვა. სოფელ ჭიშკარაანკარში 3000 წლიანი ლოდინის მერე, როგორც იქნა, ხიდი გაარემონტეს. მოხდა ეს წყალდიდობა, ეს წარღვნა და მას მერე აღარ არის გზა და კვალი. ვითხოვთ იმის მე რომ გაგედეს ეს. ეხლა კი კარგია რო კეთდება ეს. ჰიდრომეტცენტრის თანამშრომელი მაგრად გვეკაი. დასავლეთ საქართველოში ხვალ უკვე თლიანად წვიმებია ნავარაუდები, უფრო მეტად თოვლის სახით. გამოშვებას სხვა ახალი ამბებით განვაგრძობთ. ლარსის გამშვებ პუნქტთან შეკრებილი მძღოლები გამოდარებას ამაოდელოდებიან. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში პირველი დისკოთეკა გაიხსნა. ჩვენმა ვალიკომ Facebook-ზე საკუთარი ძაღლის სურათი დააგდო. სარფის საბაჟოზე უცხოეთის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელიც საზღვარზე გადასვლას არალეგალურად ცდილობდა. თბილისში რეიგანის ძეგლის გახსნის საპასუხოდ ცხინვალმა სიმეტრიული ნაბიჯი გადადგა. ცნობილი ხდება ბრაზილიაში მომხდარი ავტოკატასტროფის რეალური მიზეზი.
საბერძნეთში შუქის გადასახადზე წყლის გადასახადი მიაბეს და არა მარტო გადასახადი. პარიზში გეი პარადის დასაშლელად ხელისუფლებამ გეი სპეცრაზმი გამოიყენა. გამოვლინდა 2011 წლის ყველაზე გაუნათლებელი ბიზნესმენი. დიდი მადლობა. ამით გამოშვება დასრულებულია. დიდი მადლობა. მოკლედ ახლა ის დრო დგება ხალხო, რადიო ეთერში რომ უნდა გავიდეთ პარალელურ რეჟიმში, მე შევახსენებ ტელემაყურებელს, რომ ვითავსებ ხოლმე და გავაბდივარ რადიოს ეთერში, იქაც მუშაობ, ეს გახლავთ რადიო დუდუკი AM 972. ახლა მასნობეს რომ 5 წამია დარჩენილი და ეთერში ვართ 5 4 3 2 1 წავედით. დიახ, ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, ეს რადიო დუდუკია AM 972, მე ვარ DJ ოთუნა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, რადიო დუდუკი გვისმინეთ, თორემ სამსახურიდან გაგვაგდებენ. დღეს ჩვენ გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ პოპულარული ტელესახეები ნანუკა ჟორჟოლიანი და მაია ასათიანი. გთხოვთ შემობრძანდეთ, აი ახლა ისინი სტუდიაში შემოვლენ და ჩვენ დავიწყებთ ჩვენ გადაცემას. უკაცრავად ბატონო ოთარ, მაია და ის ვერ მოვლენ. შენ მაია ხარ თუ ნანუკა ხარ? მითხარ. არც ერთი, მაგრამ ვერ მოვლენ ისინი. ვერ მოვლენ? რას ქვია ვერ მოვლენ? კაცო, აბა ვინდა შენ დაგსვა, ეხლა მე აქ იმათ მაგივრად? მე არა, მაგრამ შემიძლია ერთი პატარა გოგო მოგიყვანოს, შენივრად კაი პაროდიას გაუკეთებს. მაინც რადიოში ვარ და ვერავინ ვერ გაიგებს. კარგია, ყოჩა, კარგი კაცი ხარ, კარგად მოვიკეთე. პაროდიებს გააკეთებს, მაგრამ მე მანამდე რა გავაკეთო? მე ახლა ვემჭირდება. მანამდე იცი რა გააკეთე? ხო. ის SMS-ები წაიკითხე, მე რომ აგზავნინებ ხოლმე ისინი. კარგი, განვაგრძოთ. ქალს მშვენიერ ქალს, კლავს შენი სურვილი კლავს, შენ კი გული უნდა ატკინო, მისგან წასვლა, რომ დააპირო, 8-ჯერ გთხოვე, ეს სიმღერა და არ გაუშვი, ხო მაინც წაგაკითხე. დიახ, ახლა მაცნობებენ, რომ ქალბატონი მაია ასათიანი უკვე რადიო სტუდიაშია. შემობრძანდით ქალბატონო მაია, მობრძანდით, დიახ. რადიო.
კარგი, ახლა იმაზე თლაც სახელურზე ნუ ჩამომიჯდები, ეს რადიოა და მაინც ვერ გხედავს ვერავინ. საღამოშვიდობისა ჩემ ბატონო, რატომ მიშლის სახელურზე ჩამოჯდა მას ოთარ? მოდი იყავი ის ოთარი. ხალხს რომ ესე ძალიან უყვარს, თუნდაც სულ ცოტა ხნით მაინც. კარგი, დიდი მადლობა მაია, დიდი მადლობა. გითხარი რამე, სულ შენ ალაპარაკებ ხოლმე ხალხს და ახლა შენ მოგვიყევი რამე სასაცილო ან პირიქით? მივხვდი რაც იგულისხმე. ესე იგი შენც ისევე როგორც ხვები, ფიქრობ რომ მაია ასათიანის ცრემლები ხელოვნურია. ნუ თუ არ გწხვენია ოთარ? აი, ხომ ხედავ ავტირდი. შემოგვიერთდით. აჰა, კარგი, დაწყარდი, აი SMS-ი მოვიდა, მე თან SMS-ებს ვაკონტროლებ, მაია, წაგიკითხავდეს, ცოტას გაგამხიარულებ. ქალბატონო მაია, დედა ჩემი ლოთია. ამას წინათ ქუჩაში წაიქცა და ადგომის თავი აღარ ქონდა. ამ დროს ჩემმა ძმამ ჩაუარა გვერდით ისე გულგრილად, რომ დედისკენ არც კი მიუხედავს. ამ ამბის მერე მამა ჩემს შევძულდი. ჩემი ქმარი კი სახლში აღარ მოდის, საყვარელი გაიჩინა, ჩემი უახლოესი დაქალი. ერთად უხამს სურათებს იღებენ და MMS-ით მიგზავნიან. გარდა ამისა მაქვს ფსორიაზი. თუ თქვენ გადაცემაში მოსახვედრად ეს საკმარისი არ არის, მზად ვარ პირდაპირ ეთერში დედამთილი თმებით ვითრიო. ხო გამხიარულდი? ოთარ, ძალიან მომწონს თქვენი სტუდია. რაღაცა კარგად მოწყობილ ხართ, მომეწონა ძალიან. მაყურებელიც მეცნობა. აკი მარტო პროფილის ჩაწერაზე დავდივართო? კარგი, რა მაყურებელი, რადიოა, ჩუმად, რა მაყურებელი. ეს ხო რადიოა, ეს არის რადიო დუდუკი, FM AM 972 და უსმინეთ, თორემ ამ საწყალს სამსახურიდან გააგდებენ და მე ჩემთან უნდა მოვიდეს გადაცემაში და უნდა იტიროს. გმადლობთ, ახლა მაცნობებენ რომ ნანუკა მოვიდა, მაია შენ დაგემშვიდობები და ეთერში მცირეოდენი მუსიკალური პაუზის შემდეგ დავბრუნდები. კარგად გაგებთ. რადიო ეთერში აკვლავ რადიო დუდუკი, მე DJ ოთუნა ვარ, გვისმინეთ რადიო დუდუკი, თორე სამსახურიდან გაგვაგდებენ, ახლა ჩვენ შემოგვიერთდება ნანუკა ჟორჟოლიანი, გთხოვთ. რადიო ის ქალბატონი შემხვდა, გამოდიოდა აქედან. მაგ გოგომ ხო ვერ ისწავლა წესიერად დაჯდომა რა. კარგი. ნანუკა, რა არის შესკენ ახალი, კარგი, ცუდი, ექსკლუზიური, ყველაფერი მითხარი, არ დამიმალო ძალიან. ცუდი ისე რომ ბუბუ დავკარგე. 2 დღეა არ გამოჩენილა. კიდე კარგი ახლა ის აქ არ არის, თორე აზლუქუნდებოდა, იტირებდა 2 საათი მაგაზე. კარგი რა არის? კარგი, ხა მე შენთან კარგი ამბის გარეშე ხო არ მოვიდოდი. ხო და ხულიო იგლესიას ხო ჩამოდის, ხო და ექსკლუზიურად მოვა ჩემ გადაცემაში, ექსკლუზიურად იმღერებს, ექსკლუზიურად მომიყვება თავისი ქალების შესახებ და ექსკლუზიურად ბანერზე ხელმოწერას გამიკეთებს. ნუ ეს იდეები მაქვს. შენას მერჩევ ოთარ. მე რას გირჩევდა, ამდენი ექსკლუზიური არ იძახო, თორე ამ ქსზე შენმა ძაღლმა რამე სხვა არ იფიქროს და ფეხი არ მოაჭამოს იმას. ვაიმე ჩემი ბუბუ, რატო გამახსენე რა კარგ ხასიათზე ვიყავი? კარგი, მაშინ SMS-ები წავიკითხოთ. მოდის SMS-ები მე თან ვაკონტროლებ. ესე იგი, პირველი SMS-ი ცარიელი ტექსტია, არაფერი არ წერია. როსტო გამოაგზავნიდა მაგას, მადლობა როსტო. კიდევ ერთი SMS-ი მოვიდა. ნაპოვნია ძაღლი, მოვლილი ჯიშიანი, ტელეგენური, პატრონმა დარეკოს. ვაიმე რა მაგარია, უნდა წავიდე დავრეკო ჩემი ბუბუა. მოიცა, სად მიდიხარ, ტელეფონის ნომერი არ იცი? ვაიმე ოთარ, მე ხო ნანუკა ვარ და მე ხო ყველაფერი ვიცი. ეს იყო ძვირფასო რადიოს მსმენელებო, ეს იყო ნანუკა ჟორჟოლიანი. ახლა ჩვენი რადიოს სტუმარი იქნება ქალბატონი ეკა კვალიაშვილი, გთხოვთ. შევხედება კარგად.
შევხედე. შენ ნამდვილი ეკა კვალიაშვილი ხარ, ხო? ყოჩა ხვალიკო რა. მე თან SMS-ებს ვაკონტროლებ ეკა, იმიტომ რომ რადიო მსმენელი ახლა გვისმენს, თან თქვენ გესაუბრებით, თან SMS-ებს ვაკონტროლებ, მანამდე კი გეტყვით რომ კითხავთ როგორ ხარ, ხო კარგად ხარ, არა ჩვეულებრივად გამოიყურებით. ყველაზე კარგად. ყველაზე კარგად, ძალიან კარგი, ძალიან მიხარია, ისე რა დრო იყო, ეხლა აირია ყველაფერი, თორე რა დრო იყო, შენ სოფელოს მღეროდი, მე შუა ქალაქში ვთამაშობდი, დალაგებული იყო ყველაფერი. მომენატრა ეგ დრო შენ რო შუა ქალაქში თამაშობდი. კი, ახლა მე რო გითხრა ის რომ მომენატრაში რო სოფელოს მღეროდი თქო და ეგ დრო არც მე არ მომენატრა. კარგი. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ბევრი ახალი სიმღერა გამოჩნდა. მე მიყვარს თბილისი, მე მიყვარს ბათუმი, მე მიყვარს მცხეთა, მე მიყვარს რუსთავი, მე მიყვარს ქუთაისი, მე მიყვარს ფოთი, მიყვარს მე ქობულეთი, მიყვარს მე და შენ მაინც როგორც სოფელოს მომღერალმა არ გინდა რომ ჩაწერო, მე მიყვარს ჭორვილა. ოთა რა არის იცი ხა მე ხო საერთოდ ცხოვრება ხალხისთვის მღერი და ხალხისგან მოწონებული სიმღერა ხვდები მოთხოვნადია ანუ ხალხისთვის სოფელო და თუ ხალხისთვის მოთხოვნადი გახდება ჭორვილაზე სიმღერა ჩავწერთ რა პრობლემა აჰა ანუ შენ თვლი რომ ეს ჯერ არ არის მოთხოვნადი ნუ არ ვიცი ჯერ ხო არ ჩამიწერია კარგი ნათქვამი SMS-ი მოვიდა აბა ოთარ ძალიან მაგარი ხარ მოგწონ ხარ? ოთარ ყველაზე მაგარი ხარ? ოთარ მართლა ყველაზე მაგარი ხარ? ჩემზე არ წერია მანდ არაფერი. ძალიან მაგარი ხარ ოთარ შენ და ეკა კვალიაშვილი. რატომ არ ჩანან ესტრადაზე ისეთი მომღერლები როგორიც არიან ეკა კვალიაშვილი მოკლედ რატომ არ ჩანან ესტრადაზე ისეთი მომღერლები როგორც ეკა კვალიაშვილი შენ იმდენი წაიკითხა მე მგონი არავინ აღარ ჩანს ხო ესტრადაზე ხო ამათ ეკა კვალიაშვილი აინტერესებს რატო აღარ ჩანს რა ვიცი აბა ეხლა ხო ვჩანვარ ამ წუთში ესე იგი ხონა მოენატრო ადამიანს ანუ მონატრების მომენტია დიახ რადიოს ველელებო თავს ვიფასებ კარგია მთავარია თავში არ აგივარდ ხო ეგ არის მთავარი ძვირფასო რადიოს ველელებო ეს იყო ექსკლუზივი რადიო დუდუქში ესე იგი კიდევ ერთი SMS-ი მოვიდა გთხოვთ გაუშვათ ეკა ბობოხიძის ან მირანდა კვალიაშვილის სიმღერა. ეკა ბობოხიძეს არ ვიცნობ, მირანდა კვალიაშვილის სიმღერა არ გვაქვს, შემიძლია შემოგთავაზოთ ეკა კვალიაშვილის სიმღერა. ექსკლუზიურად რადიო დუდუკის ეთერში. სხვათაშორის მართლაც ექსკლუზიური. მართლაც ექსკლუზიურია. რა თქმა უნდა, მარტო ნანუკას კი არა აქვს ექსკლუზივი. აბა რა. She's fully the dark.
შენან ვერ ხავები თუ კი მოხვალ გულავ ამოღერადები სადა ხარ ჩემო იმედო ვიცი ახლოს ხარ სადღაც ახლოს ნურავის ზეთქვი შენს გულის დარდე თუ რე მოცნება მარადოსა დაგატოვებს სადა ხარ ჩემო იმედო ვიცი ახლოს ხარ სადღაც ახლოს ნურავის ზეთქვი შენს გულის დარდე თუ რე მოცნება მარადოსა დაგატოვებს იქნებ ისარ ხარ ვინც მეგონია ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ეკა ყვალიაშვილი. დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ადუღებული ნოდარიკო. ბევრი ვიფიქრეთ თუ ვინ მოგვეწვია ამ რუბრიკაში, ბოლოს მაინც ნოდარ მელაძე გადაწყდა. გამარჯობა ნოდარ. გაგიმარჯვა სოც. წამყვანი შენ ხარ ხო იმ გადაცემის? სულ არა. თანაწამყვანების მხოლოდ ხოლმე. მაგალითად? დავით ოკიტაშვილი. ხოჩახ. მე დიდი ხანი დავით ოკიტაშვილი მეგონა წამყვანი და შენ თანაწამყვანი. იცი როგორ არის? და პროდიუსერი ვინ მეგონა? გააჩნია რამდენჯერ გაქვს გადაცემა ნანახი? სულ ყველა მაქვს ნანახი. აბსოლუტურად. არა, მაშინ ოკიტაშვილი ვერ გაგონებოდა წამყვანი. მაინც მეგონა და პროდიუსერი მეგონა თია თუთბერიძე. თია მონაწილეობს ხოლმე. აჰა, ეხლა რატო დაგიძახე? მოყევი. მომისმინე. შენ ქონდა ნოდარ მელაძეა ეს ხალხი. რო იცოდეთ. შენ ქონდა არაჩვეულებრივი გადაცემა პროსტიტუციის ლეგალიზაციის თემაზე. დიახ. და ამ სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები ყავდა მოწვეული. კი. ახლა რა შეასახა? ჩემი ტელეფონი ისმინება. მეუღლე დარბაზშია. იმათი ნომრები დამი ბლუთუსე რა. შენ დაგავიწყდაოთ არა ეგ ამბავი. წინა კვირას რომ თხოვე Facebook-ის inbox-ში ჩაგიყარე ყველას ნომერი უკვე. ხო, ეთყობა არ გაგიხსნია. არ გამიხსნია. ანუ გამოგზავნილია. გამოგზავნილია. ძალიან გახსენე წაიკითხე. ძალიან კარგი. აი რის მიხედვით არ ჩხოვნე თემებს. არაჩვეულებრივი იყო თქვენი შემოთავაზება. გუშინ დამირეკეს და მითხრეს რომ ესე იგიო მოდიო გადაცემაშიო ქალიშვილობის ინსტიტუტზე გვაქვსო გადაცემა. ეს ჩვენგან არ დაურეკავ ჩვენთვის. ჩვენი გადაცემის სახელი ეს ალბათ ის იყო იღბლიანი ბორბალი. კი, ალბათ. შორენასთან დაგპატიჟეს და აგერია. ამერია. კარგი. თქვენგან არ დაურეკავთ. არა. კარგი, მაგას გავახსენებ მე შენ პროდიუსერს კიდე რომ დამირეკავ. კარგი. შენ ფეხბურთში მართლა ვერ ერკვევი? საერთოდ. შეგატყე მე შენ ფეხბურთში რომ ვერ ერკვევი, შეგატყე პირად საუბრებშიც, ისე თქვა, ივენთებზეც და ასე შემდეგ. და ეთერში შემატყობდი მაგას. ეთერშიც რა თქმა უნდა, რომ შენ რო სპორტი მიყავს, აი მეწოდები ხოლმე რა. ერთი დიმა ობოლაძე მეწოდება სპორტი რომ მიყავს. რას მერჩოდნენ? დიტო მარინაშვილი იყო? მიყავდა. მომისმინე. მე აგიხსნე ხა შენ ფეხბურთი რა არის? შენ გასაგებ ენაზე. კარგი. შენ რო გაიგო. აი შეხედე რუსთავი 2 და იმედის მაგალიძე. იმედი რუსთავი 2. მესი და კრისტიანო რონალდო არიან იმედი და რუსთავი 2. ორივე მაგარია, კონკურენტები არიან, ყველას ატყუებენ და რასაც უნდა იმას აკეთებენ. აქუბარდია. აქუბარდია არის ნაპოლიში რო დიეგო მარადონა იყო. მარტო მიათრევს თელგუმს.
შემდეგ, არ დამთავრებია. მზე არის მალხაზასათიანი. 3 წელი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მაინც ფეხბურთელს ეძახიან. Real TV არის მსაჯი. ყველა აგინებს. ანუ შენ უკვე იცი რა არის ფეხბურთი. მსაჯი ვინ არის? ასე შემდეგ. კარგი, ახლა სულ მე ხო არ ვილაპარაკებ. შენ ვილაპარაკე იქ ვერ გაჩერებთ ხოლმე. შენი გადაცემა ახლა და შენ მოგალაპარაკე. შენ რა გონია შეგადაცემაში რომ მოვალ შენ გალაპარაკებ, მე იმდენს ვილაპარაკებ. მომისმით, ეს ჟურნალისტები კაცო რომ დაწოწიალობთ ამდენს. აბა? აქეთ იქით რამე საინტერესო არ გადაგხდათ აქვს. საინტერესოს მეტი რა ხდება? ახლა აღმოსავლეთში, შორეულ აღმოსავლეთში, ევროპაში, რა ვიცი, მოვლილი გაქვს თელი. საინტერესოს რა ხდება? ყოველ დღე საინტერესო როცა ქუჩაში. რაღაცა მოგვიყევი, გვაინტერესებს. აი შენ ბელორუსიაშიც იყავი ხო? მინსკშიც იყავი, კიდე სად იყავი? ლიბიაში არ ყოფილიყარ. ლიბიაში არ ყოფილიყარ. ყირგიზეთში იყავი? კი. მოგვიყევი რა ხდება? ჩემი როზა უტუმბაევა როგორ არის? შენი როზა არის ძალიან კარგად. ეხა პრეზიდენტი აღარ არის, მაგრამ მაინც პრეზიდენტია. მაინც პრეზიდენტია. აჰა. ნუ ეხა რაღაც პარალელის გავლება მინდოდა და დროზე დავასტოპე. კარგი. ყირგიზეთზე მაგ კარგი ისტორია. ყირგიზეთი მომიყევი, მაინტერესებს, არაში ბიშკეკში იყავი, ხო? ბიშკეკში ჩავედით, არის ესე იგი მომხდარი მეორე რევოლუცია და მეორე რევოლუციის შემდეგ დაიწყო ომი. და ნუ ღამეა გვიანია სადღაც პირველი საათია მძინავს, მირეკავენ რომ 4 საათზე არის რეისი და დროზე ბარგი ჩავალაგე წადი. ნუ ჩავალაგე ბარგი, ჩავფრინდი ბიშკეკში, ერთი დღე ვიმუშავე ბიშკეკში და მივედი ხა ავიასალაროში, რომ უნდა გადავფრინდე იმ პროვინციაში, სადაც არის ომი. და ნუ ვეუბნები რომ ბილეთი მინდა მეთქი რომ ოსში როგორ გადავფრინდაო რა, ბილეთიო შენ ალბათ ხო არ ხარო იქ ომი არისო და გამოფრთხილე საკეთე რომ წახვალ ავიასალაროში რომ მიხვალო, გქონდესო ფულიო. და მაგიდაზე უნდა ამოიღო და $100 დადო. ნუ ამოვიღე დავდე $100 და მითხრე, რამდენი ბილეთი გინდაო? მე ვთხარი 2 თქო. ცოტა შეიშმოშნა, კარგი გამომიწერა ბილეთები, ნუ გადავფრინდი ყირგიზეთში, ჩავედით ახლა და ნუ არც წყალი მოდის, არც საჭმელი არ არის, ნუ ომია, ქუჩაში რაღაც საჭმელს აკეთებენ საველის სამზარეულოში რომ ადამიანებს მისცენ და ნუ შესაბამისად არანაირი საშუალება არ არის რომ ელემენტარულად ხელი დაიბანდა რაღაც და აქედან დავიჭირეთ ადარგი და წავიღეთ დიდი შეკვრა სველი იმისი რა ქვია, ხელსახოცების. და ვზივარ ამ +40 გრადუს სიცხეში და ვიწმინდა ამ ხელს ამ იმით რა ქვია, ცხვირსახოცებით, იმიტომ რომ ტელევიზიაში რო ოქროს ფასი აქვს, ვიცი, მას ხელსახოც და იქაც განსაკუთრებით ეთერის მერე ჩემთვის და შენთვის. და ვიწმინდა ამ ხელს და მოდის ვიღაცა ბიჭი. გამარჯვებაო და მეთქი ხა ამას რაღა უნდა, იმიტომ რომ მანამდე ყველა მტვინი გაბურღარო საიდან ხარ რატო ჩამოხვედი რა გინდა რატო ხარ აქ და ესე ვარ და მანამდე ბავშვი გვიწაცებდნენ ისეთი ამბავი იყო რომ ძლივს გადავრჩით, იმიტომ რომ ტაქსის ხომ გითხრა თქვენი კამერა რა ღირსდა რო უთხარით 45000-იო, ქალაქს გადაუხვია სხვაგან მიდიოდა. თქვენც კაი ტიპები ხართ, ყირგიზეთში რამ გათქვევინათ კამერა 45000 გიხსნა. მარტო კამერა კი არ ქონდა, იქ იმდენი აპარატურა იყო რომ ერთი ასეთი თქვით? იმის ფასი ჩამოთვალეთ ყველაფერი, გულწრფელად მოვუყავი და მეუბნება ეს ბიჭი რომ ისო რა ქვიაო. რა არის ეს და მეთქარი ის არის მეთქი სველი ხელსახოცი არის თქო და გეხვეწები ერთ ცალი მომეციო მივეცი და გამომართო ეს დაკეცე და ჯიბეში ჩაიდო. აი მე მოვუგდი სიცილით. რაინა გაქვს შეოხერო რა მოყოლა. შენა გინდა ეხა ომში კურიოზები კი ეხება, ღამიშო იქაც კი არა აქვს. კამპალაში ხო ხარ ნამყოფში? იქ სად ჩაიდო სველი ხელსახოცი ბიჭმა? იქ სველი ხელსახოცები არ ყოფილა. შრალი ჩაიდო? არ შრალი არ ყოფილა. იქაც ესე მოულოდნელად გავფრინდით, გაგვაფრთხილეს რომ კამპალაში რა გინდოდა აქედან დავიწყოთ ახლა. გეტყვი, ანუ კამპალაში არის სამშვიდობო მისია, გაეროს ჯარები არის დისლოცირებული და გაეროსთან გააფორმა ხელშეკრულება ქართულმა ავიაკომპანიამ, კი მე და ანჯელინა ერთად ვიყავით. მე ანჯელინა ბანკიმუნი და ბრედით ჩამოვიდა მერე. და გააფორმა ქართულმა ავიაკომპანიამ და აირძენა დაფრინავდა და გადაყავდა ჯარისკაცები და ჩავედით რომ ქართული ავიაკომპანიას გადაყავს ეს ჯარისკაცები აქ წინ დაუკან ატარებს და ვერ მოვასწარეთ აცრები და თვითფრინავში რომ ავედი მითხრეს რომ შენო ცოტა მე მგონი ვერ ახარო იმიტომ რომ 2 კვირით ადრე აცრა უნდა გაგაკეთებინა იმიტომ რომ იქ რო კოხომ გიგბინოსო მალარია დაგემართება და მოკვდებიო და თვითფრინავში ტანსაცმელი გამოვიცვალე და +40 გრადუსი იყო მეცვა აი აქამდე ესეთი რაღაც სკელი როლინგი აქამდე ესე აწეული, ნუ თბილად მაცვია ძალიან, ნუ კოღოს ნაკვენმა არ შეაღწიოს კანამდე თუ მიკბინა. ნუ კარგი ჩავედით მოვიარეთ ეს ყველაფერი გადავიღეთ, კოღოს არ უკბენია, ბრუნდებით უკან და ჩამოვედი თბილისში და მეორე დღე ვზივარ ეთერში და უცხოეთი რეკავს რომ ავიაკატასტროფა მოხდა იმაშიო რა ქვია უგანდაშიო და ტექსტი აიღეო. გავხსენე და ვკითხულობ რომ უგანდაში მოხდა ავიაკატასტროფა. ტაბა ვიქტორიასთან ჩამოვარდა თვითმფრინავი და მთელი ეკიპაჟი შეჭამეს ნიანგებმა. ოღონდ ეს ის ტბა იყო, სადაც ჩვენ ვიყავით. და ნუ გადავრჩი 100 სიკვდილს. თორე შეიძლება ჩვენი თვითმფრინავი ჩამოვარდნილი იყო და მე შევეჭამათ ნიანგებს.
ვინმე მაიასათიანს დაურეკეთ იმას უფრო გამოადგება ეს კაცი. მინსკშიც ნამყოფია. მინსკში ლუკაშენკოს გადაურჩი? თუ როგორ მოხდა ეგ? არა, მინსკში ლუკაშენკოს არ გადა. ლუკაშენკო გადავირჩა მე. იცი რა მოხდა? არჩევნებში ხმას აძლევს და დაცვამ დაგვაყენა ძალიან შორს. და სადღაც ახლა ის კამერა რო დგას, აი დისტანციაზე ვართ, რო წერთ ინტერვიუს და მიჭირავს ყველა არხის მიკროფონი, იმიტომ რომ აკრედიტაცია მარტო მე მქონდა, ნუ მეც კოლეგიალობა ხო იცი, ახლა მეგობრები არიან რაღაცა. მე სამსახურიდან ეტყოდნენ რომ რატო არ ქონდა და ეს გავშალეთ ეს მიკროფონები 5 მეტრიანი 3 მიკროფონია ესე ბოლომდე და ლაპარაკობს და ბოლოს აი ძალიან დამეღალა ხელი და ნუ ვიფიქრე ეს მიკროფონები არ ჩამომეწეს დაბლათქო რომ ლოგო არ გამოჩნდეს, მე კიდე მეორე ამბავი არის და ავწიეს ეს მიკროფონები ბოლომდე და ეს ლუკაშენკო ეს რო ლაპარაკობს ორივე ხელი სახეში მოხვდა ესე პირდაპირ ის ქონა და დაცვამ ვის მოხვდა ვის? ლუკაშენკოს მე ხო არ მომხვდებოდა. აჰა. ლუკაშენკოს ხელები. თავისივე ხელები მოხვდა? თავისივე ხელები ვარტყმევინეთ სახეში ესე იგი. შენ არ ტყმევინეთ. ძვირფასო მეგობრებო, რუბრიკაში ყოღომ არ უკბინა, ნიანგმა არ შეჭამა, ლუკაშენკო ცემა. სტუმრად ყავდა ნოდარ მელაძე. განვაგრძოთ გადაცემა, ძვირფასო მეგობრებო, მოგეხსენებათ, რომ ახალი რუბრიკა მინდოდა შემომეთავაზებინა თქვენთვის წინა გადაცემაში. ჩვენ მოვიგონეთ ძალიან სასაცილო და ძალიან ორიგინალური რუბრიკა და ნუ რაღაც ტექნიკური, სუბიექტური და ობიექტური მიზეზების და გამო ეს რუბრიკა ჩაგვეშალა და აი დღეს დადგა ის დრო, როდესაც შეგვიძლია ყველამ ერთად ვნახოთ ჩვენი ახალი რუბრიკა, რომელსაც მარტივად დავარქვით. ახალი რუბრიკა. გთხოვთ? ამათ აქ რა უნდათ, კაცო? კი, მაგრამ შეიძლება ყველგან ვალიკო იყოს. რადიკალი კაცია ხოროხა და კაცმა ამხელა ამდენი თანხა ჩადო რაღაც და ეხლა რაღაცებს შეგიძლიათ თქო რომ ამგვაყლოს არაფერი ჩაუდია? ნუ არ ვიცი ერთ სიტყვით მე ეს კაცი მაგრად მევასება. ბიჭო 4 მილიონი დოლარი რომ ქონდეს მწელს ბიზნესში მართლა არ ჩავდებდი რა. რა ვიცი ახლა ესეა თუ ისე მე ამას ბალერში გავისე რომ
კაი კაცი მგონი, ჯიგარია, ჯიგა შეხედე ერთი. კი ბატონო, 4 მილიონი რომ მქონდეს, ბიზნესს ამოვიწყებდი და მე და შენ 30 წლები დაგვაგდებოდა, მე მგონი გავიხსენებდით ახალგაზრდობას. კი. ხალხო მიაქციეთ ვინმე მამად ყურადღება ვის სად არის ოპერატორი არა ყავს ამ გადაცემაში შეიძლება ასე ყველაფერი ხდებოდეს ამ გადაცემაში ვალიკო ვა სად არიან სად